ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ თბილისში თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციას მოთხოვნით გადადგეს მთავრობა რეგიონებიდანაც უერთდებიან. დღეს დილიდან ხალხმრავლობა იყო ზუგდიდში, სადაც აქციის მონაწილეებმა შეკრება დილის 7 საათიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს აპროტესტებენ და საქართველოს მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. ჩვენ მივდივართ საქართველოს გადასარჩენად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უკვე უნდა მოვიდეთ, ეყოფა ჩვენს მთავრობას, რაც უკვე გააკეთა და დროა უკვე რომ მოვიდეს ჩვენი მთავრობა. ისეთი არაფერი კარგი არც გაუკეთებიათ, რომ ხალხის გული მოეგოთ. მივდივართ არა დასამარცხებლად, არამედ მივდივართ რომ საქართველოს გაიმარჯვოს შემოკარგო, რომ აშენდეს, გაგრძელდეს ყველაფერი. ჩვენ საბრძოლოდ კი არ მივდივართ. მივდივართ სიმღერით, ცეკვით, უნდა დახვდეს მთელი თბილისი და ასე უნდა წავიდეს ეს მთავრობა. ხალხი უკმაყოფილოა მათი დღევანდელი შედეგებით და დანაპირებს არ ასრულებენ და ვცდილობთ რომ გვინდა რომ უკეთესი იყოს ჩვენი ცხოვრება და ხვალინდელი დღე. შვიდობა მინდა, ჩვენ სამშობლოს მინდა რომ ბედნიერი ცხოვრება რო კონდეს და ჩვენს კიდე ჩვენ მომავალ შვილებს, ჩვენ კარგი მსურველებს ყველას რო ქონებოდეს კაი ცხოვრება და ბედნიერება. ხელისუფლება არ გვიკეთებს არაფერს და გვინდა რომ უკეთესობისგან იყოს ყველაფერი. ამ მთავრობამ ხალხი მოატყუა, გადააგდო, არაფრის გამკეთებელები ესენი არ არიან, იტყუებიან, ვინც გამკეთებელია საქმის, იმათ უჭერთ ხარს. მე ანაკლიელი ვარ და ნათქვამია, ისე იგი რომ არ უჭერთ ხარს ამ მთავრობა, იმიტომ რომ ანაკლიაში ყველაფერი გაჩერდა. ანაკლიაში კი არა, მე ანაკლიის სახელით ვლაპარაკობ, მთელ საქართველოში ყველაფერი გაჩერდა და მთელი ანაკლიელები მივდიან, მთელი ზუგდიდი, მთელი დასავლეთი არ მოგწონს უნიათო მთავრობას უნდა უთხრათ ვარი. საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ ყოფილ პრემიერს ქართველი ერი ქვეყნის გაყიდვის უფლებას არ მისცემს და სწორედ დღევანდელი აქცია იქნება ამის პასუხი. არავინ არ მიცავს ბიზნესმენის იმის, რომ საქართველოს ჩააბაროს მტერს რუსეთის ფედერაცია და დღეს აქ სამეგრელოდან დაწყებული და თბილისში იქნება ძალიან ხმამაღალი ხმა საქართველოს მოსახლეობის, რომ საქართველოს გააგრძელებს წინსვლას. ისეთი ადამიანები როგორც არიან ივანიშვილი და მისი დამქაშები და მარიონეტები უნდა წავიდნენ ამ ხელისუფლებაში. დეპუტატი მარიამ საჯაია ხელისუფლებას მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონის გამო აკრიტიკებს. მთავრობას, რომელსაც კრიზისიდან გამოსვლის ხედვა არ აქვს, უნდა გადადგეს, აცხადებს საჯაია. როდესაც მთავრობას არ აქვს ხედვა, როდესაც მათ არ აქვს პერსპექტივა, რომლითაც ისინი დაარწმუნებენ ხალხს, რომ მათ კიდევ შეუძლიათ ქვეყნისთვის რამე სასიკეთო გააკეთონ. ამ მდგომარეობაში აუცილებელია, რომ ეს ხელისუფლება გადადგეს. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ მან ყურად იყოს ხალხის ხმა და როდესაც ის არ უსმენს ხალხს, მაშინ ხალხი გამოვა და ძალიან ხმამაღლა ეტყვის მათ, რომ ისინი უნდა გადადგნენ, რომ მათ არ შეუძლიათ ქვეყნის წინ წაყვანა. სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ ზუგდიდიდან ვიძრებით პირველები ვუერთდებით ძალიან დიდ საპროტესტო ტალღას. დღევანდელი აქციის მიზანი არის უნიათო ხელისუფლების, უნიათო და მატყუარა ხელისუფლების გადადგომა. ჩვენ ჩავატარებთ მშვიდობიან აქციას თბილისში, სამეგრელოდან მოდის თითქმის მთელი სამეგრელო, უამრავი ადამიანი და ჩვენ დავაფიქსირებთ პოზიციას დღეს უკმაყოფილებას ამ მთავრობის მიმართ და მოვითხოვთ მათ გადადგომას. სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორის თენგიზ გუნავას განცხადებით, თბილისის აქციაზე რეგიონებიდან უპრეცედენტო რაოდენობა იქნება წარმოდგენილი, მათ შორის სამეგრელოდან ორგანიზატორების ინფორმაციით 5000 ადამიანი გაემგზავრა. აქციაზე სამეგრელო იქნება სოლიდური რაოდენობით წარმოდგენილი, ეს ფაქტია და განსაკუთრებით ზუგდიდი იქნება წარმოდგენილი. რაც ადრე აქციებში მიყავდა ხალხი, დღეს უკვე სურვილი გამოთქვეს და პრაქტიკულად მეორე იმდენი მიდის ზუგდიდიდან და განსაკუთრებით სამეგრელოდან. 5000-ზე მეტი ადამიანი მიდის წლიან სამეგრელოდან და ზუგდიდიდან 3000-ზე მეტი. კოლონა ზუგდიდიდან ტრანსპარანტებითა და დროშებით დაახლოებით 9 ნახევარზე დაიძრა. სამეგრელოს კოლონას დეპუტატები აკაკი მინაშვილი და მარიამ საჯაია, ასევე ანი ნადარეიშვილი და თენგიზ გუნავა გაუძღვნენ. ისინი თბილისში თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ მოთხოვნით გადადგეს უნიათო და უმოქმედო მთავრობა.